მეგობრებო, ძალიან ამაყი ვარ, იმიტომ რომ სწორედ ჩემი ყურადღებით, მონდომებით, ყველაფერს, რასაც ვდებ ამ საქმეში, მოხდა ისე, რომ ადამიანმა მიიღო თავშესაფარი და მე უბრალოდ თარჯიმანი ვარ, ადვოკატი არ გეგონოთ, ან მოსამართლე, მაგრამ დიახ, მოსამართლემ აღნიშნა ბოლოს თავის დასკვნის სიტყვაში, რომ დიახ, თარჯიმას, რომ ეს ყურადღება არ გამოაჩინა, ეს შედეგი არ დადგებოდა. იმიტომ რომ აი მოკლედ გეტყვით რაში იყო საქმე, ადამიანი ამბობდა, რომ მას ჰქონდა მიღებული თავშესაფარი ერთ-ერთ სხვა ევროპის ქვეყანაში, მაგრამ მე მივხვდი, რომ იქ რაღაც დამატებითი განმარტება იყო საჭირო, გავიარეთ ეს შეკითხვა თავშესაფარზე, მაგრამ ვითხოვე საუბრის განმარტების უფლება და რეკორდისთვის, ანუ ჩანაწერისთვის რაღაც განმარტება გავაკეთე, რომ ესაილი შესაძლებელია იყოს ორი მნიშვნელობა, შესაძლებელი იყოს თავშესაფრის მაძიებელიც და თავშესაფრის უკვე მიღებული პირიც და ამან გამოიწვია დამატებით შეკითხვები კიდე ერთი 9 საათი და რაც დადგინდა საბოლოო ჯამში, რომ მას სხვა ქვეყანაში მოქალაქეობა უკაცრავად თავშესაფარი მიღებული არ ჰქონდა. რამე ამ პროცესში იყო, ანუ ყოველ შემთხვევაში სხვა სტატუსი ჰქონდა. და სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მას ამერიკაში მიენიჭა თავშესაფარი. ის რომ დამტკიცებულიყო, რაც მას თვითონ ეწერა თავის წერილობით ჩვენებაში, რომ სხვა ქვეყანაში თავშესაფარი ჰქონდა მიღებული, მაშინ ეს გახდებოდა გარდაულახავი წინააღმდეგობა და ვეღარ მიიღებდა ამერიკაში თავშესაფარს, რაც თქვა მოსამართლე, მე არ ვიცი იურიდიული კანონიერი წესები, მაგრამ თქვა მოსამართლე, რომ დადასტურებული იყო ის, რაც ეწერა მას თვითონ თავის წერილობით ჩვენებაში, რომ ჰქონდა თავშესაფარი უკვე მიღებული სხვა ევროპულ ქვეყანაში, მაშინ მე მას ვეღარ მივანიჭებდი ამერიკაში თავშესაფარს, მაგრამ დიახ, სწორედ თარჯიმნის ამ ყურადღების და ასე შემდეგ. და რაც შეეხება ამ წერილობით ჩვენებებს, ხალხო, ვისათარგმნინებთ ამ თქვენს დოკუმენტაციას, ამ თქვენს წერილობით დეკლარაციას, რომელზეც თქვენი მომავალი, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის მომავალია და დამოკიდებული და რაც შეეხება ადვოკატს, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ აი თქვენ რომ არ გეთქვათ, ადვოკატი იყო იქ და იტყოდა, მაგრამ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს მე ამ ადვოკატთან, მაგრამ ადვოკატმა ის დაუშვა, რომ ადამიანს რეალურად არ ქონია სხვა ქვეყანაში მიღებული ოფიციალური თავშესაფარი და დაუშვა ადვოკატმა ის, რომ მის წერილობით ჩვენებაში ეწერა, რომ ჰქონდაო და გაატარა.